მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. გადაცემა პირდაპირ ეთერში გადის ონლაინ რადიოს და კახეთის ხმის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვები. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ინოვაციურ გამოგონებაზე და გაგაცნობთ გურჯაანელ ახალგაზრდა საბა მანიჟაშვილს, რომელმაც ფერმერებისა და მებაღეების დასახმარებლად ინოვაციური მოწყობილობა შექმნა. ეს არის ელექტროსტატიკური მოწყობილობა, რომელიც მცენარეს იცავს მავნე მწერებისგან და ფერმერებსა და მებაღეებს კი მათ წინააღმდეგ ბრძოლას აგროქიმიკატების ნაცვლად მოწყობილობის გამოყენებით შეუძლიათ. როგორც მატყობინებენ, საბა არის ხაზზე. საბა, გესმით ჩვენი ხმა? გამარჯობა, მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ხმა კარგად ისმის. გამარჯობა, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საბა, გაგვეცანი და გაგვაცანი მოწყობილობა მუხტე. როგორ მოვიდა ამ მოწყობილობის შექმნის იდეა, ეს მოგვიყევი და რაში გამოადგებათ ის ფერმერებს? კი ბატონო, თუმცა სანამ უფრო კონკრეტულ დეტალზე გადავალ თუ როგორ შეიქმნა მუხტეს მოწყობილობა, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ვიმყოფები Global Tech Weekend-ის ღონისძიებაზე. სადაც არის ძალიან ბევრი სტარტაპი, საკუთარი სტენდებით წარმოდგენილი, ასევე მათ შორის ვარ მეც, ჩემი სტარტაპით. პირველ რიგში რომ გითხრათ როგორ გამოიყურება მუხტეს მოწყობილობა, იგი შედგება ორი კომპონენტისგან, power device და ელექტრული ბარიერი ლენტი, რომელიც გარს ეკრის ხეს და მას მწერის აცოცხლების შემთხვევაში მწერს უწევს ამ ელექტრულ ბარიერზე გადასვლა. რა დროსაც დენი უწყავს და კლავს. მსგავსად მუშაობს მოკლედ მუხტეს მოწყობილობა. იდეა გაჩნდა პირველად გურჯაანის ტექნოპარკის პროექტში მონაწილეობის დროს. როდესაც ერთ-ერთ ჰაკათონზე იყო რაღაც კონკრეტული პრობლემები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და გადაწყვიტე ამ პრობლემის ეფექტიანი გზის მოძიება. რა დროსაც ძალიან ბევრი ესე ვთქვათ კვლევები დამჭირდა, ქმედი მოწყობილობებს რაღაცები არ ამართლებდა, თუმცა საბოლოო ჯამში შეიქმნა მუხტეს მსგავსი მოწყობილობა. და მას შემდეგ კიდევ მოვიტოვე ერთ-ერთი კერძო კომპანიის დაფინანსება, შევქმნი ლაბორატორიული სივრცე, სადაც დღეს მუშაობ მოწყობილობის გაუმჯობესებაზე და ახლა ვარ სწორედ იმ ეტაპზე, რომ დავიწყოთ მოწყობილობის რამოდენიმე ათეული ვერსიის ჩამოტანა ჩინეთიდან, ჩინეთში გვაქვს შეკვეთილი და შემდეგ მცენარეთა მფლობელებისთვის გადაცემა უშუალოდ ეფექტიანი ტესტირებისთვის. გასაგებია, როგორც ვიცით, ახლა გამოფენაზე ხართ და თქვენი მოწყობილობა გაქვთ წარდგენილი. აი ამაზეც რომ ისაუბროთ, რომ მოგვიყვეთ. როგორ მოხდით მანდ, ესება როგორი არის და რასაც ცნობთ, ასე ვთქვათ, მოსულ მომხმარებლებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ Global Tech Weekend-ი არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება და გამოფენა საქართველოში. იგი იმართება უამრავ ლოკაციაზე თბილისში და მათ შორის ერთ-ერთ ლოკაციაზე ვარ ჩემი სტენდით წარმოდგენილი. აქ არიან ისეთი სახის ცნობილი სტარტაპები, რომლებიც დღეს ქმნიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას საქართველოში და ვთვლი, რომ პირველ რიგში ეს პროექტი ძალიან დიდ შესაძლებლობას და საშუალებას მომცემს და უკავშირდე ჩემთვის საჭირო ადამიანებს გავაცნო ჩემი პროექტის შესახებ ინფორმაცია და საბოლოო ჯამში მივიღო ის კავშირები და რეკომენდაციები, რისთვისაც რეალურად ვარ ჩამოსული. შესაბამისად, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. შემდეგი კითხვა ასეთი არის, როგორ ხდება ამ მოწყობილობის გამოყენება, როგორ შეუძლიათ ფერმერებს მისი მოხმარება და წელიწადის რომელ მონაკვეთშია სასარგებლო მისი გამოყენება, ამაზე რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, მოკლედ ავხსენე, თუმცა ამ შემთხვევაში ოდნავ უფრო დეტალურად გეტყვით, როგორ მუშაობს მუხტეს მოწყობილობა. მას აქვს დამაგრებული მზის პანელი, იმედია კარტშიც ხედავთ. მზის პანელს შეუძლია ელექტროენერგიის გამომუშავება და ელექტროშოკურ ენერგიად გადაქმნა. შედეგად იგი კაბელით უკავშირდება ელექტრული ლენტის ბარიერს, რომელიც გარს ეკრის ხეს. მაშინ როდესაც მწერი ცოცდება ხეზე, უწევს ამ ელექტრულ ბარიერზე გადასვლა, რა დროსაც მწერს დენი უწყავს და კლავს. ამ პროცესში ხდება მწერების ძირს ნიადაგში ჩამოყრა და ამ ძირით მცენარე ღებულობს ბიოლოგიურ სასუქს. რა თქმა უნდა, ამავდროულად დაუბრუნდებით თქვენ შეკითხვას. მისი გამოყენება ხდება რა თქმა უნდა სეზონურად. როდესაც ფერმერებს აწუხებს მავნე მწერების პრობლემა. ძირითადად ეს სეზონი არის ხოლმე როგორც წესი
გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომის განმავლობაში, სადაც მწერები არიან საკმაოდ დიდი რაოდენობით და აზიანებენ ხეხილს და ნაყოფს. შესაბამისად, ფერმერს უწევს აი ამ სეზონის განმავლობაში გამოიყენოს მუხტის მოწყობილობა. ასევე აღვნიშნავდა დავამატებ იმას, რომ მუხტის მოწყობილობა არის სრულად ჩართული 24 საათის განმავლობაში მთელ სეზონზე, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი 100%-ით ეფექტურად მუშაობს. გასაგებია. Როგორც ვიცით, უკვე მოხდა ამ მოწყობილობის რეალურ სივრცეში გამოყენება, ასე ვთქვათ. Რა შედეგი აჩვენა ამაზე რომ ვისაუბროთ და ახლა რა ეტაპზე ხართ? რამდენი ერთეული მოწყობილობა გაქვთ დამზადებული? წეგან კი საუბრეთ რომ ელოდებით ჩამოტანას, ასე ვთქვათ, გამოგზავნას, მაგრამ რა გჭირდებათ ასევე მასიური წარმოებისთვის ამაზეც რომ ვისაუბროთ? მინდა აღვნიშნო რომ ფაქტის ეტაპზე პირველად მუხტის მოწყობილობის გამოყენება მოხდა ჩემს პატარა ეზოში, სადაც მქონდა რამოდენიმე ხე და იქ ვახდენდი ძირითადად დაკვირვებებს. დიახ. თუმცა მას შემდეგ გადავწყვიტე უბრალოდ ჩემ მეგობრის მიმართა და მის ფერმაში განეთავსებინა მოწყობილობები, სადაც მივიღებდი რეკომენდაციებს და უკავშირს. ამ ეტაპზე მუხტის მოწყობილობის მხოლოდ რამოდენიმე ათეული ვერსია არსებობს, რომელიც ჩემს მიერ არის შექმნილი ჩემს სამშაო ოთახში. თუმცა ახლა უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ გვაქვს დამზადებული მოწყობილობის რეალური ვერსია, რომლის შეკვეთას და ჩამოტანას შევძლებთ ჩინეთიდან. სადაც თვითღირებულება რა თქმა უნდა გაცილებით დაბალი იქნება და ამ შემთხვევაში აი ამ რაოდენობით უკვე შევძლებთ შედარებით უფრო ეფექტური გაყიდვა მოვახდინოთ ჩვენი მოწყობილობის, რითიც ვთვლი, რომ უფრო მნიშვნელოვან უკავშირს მივიღებთ რეალური მომხმარებლებისგან. გასაგებია. გარდა ამ მოწყობილობის საბა, ასევე სხვა ინოვაციური იდეებიც გაქვთ და გქონდათ, რომელიც განახორციელეთ და სხვა მოწყობილობებით შექმნით. აი ამაზე რომ მოგვიყვეთ, როგორ და ვისი დახმარებით მოახერხეთ იდეებისთვის ხორცშესხმა. თავიდან საერთოდ ყველაფერი მინდა აღვნიშნო, რომ დაიწყო ერთი ჩვეულებრივი პროექტით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პირველი პროექტი ჩატარდა გურჯაანში, სადაც მივიღე მონაწილეობა და გავეცანი სტარტაპის შესახებ არსებულ ინფორმაციას. მას შემდეგ უამრავ პროექტს ჩავავერთე, ასევე მქონდა ძალიან ბევრი იდეა და ერთ დროსაც გადავწყვიტე შემექმნა მოწყობილობა, რომელიც ეკოლოგიის მიმართულებით იქნებოდა. ამ მოწყობილობას ერქვა ჩასწახე, რომელიც გადამუშავებული პლასტმასისგან დამზადებული ეკომეგობრული ხმოვანი ასისტენტი იყო. მას შემდეგ დაუმეგობრდი უამრავ კომპანიას, მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებები და ვთვლი, რომ სწორედ აი ეს გამოცდილებები დამეხმარა, რომ შემექმნა თუნდაც მუხტის მოწყობილობა. შესაბამისად, ვთვლი, რომ სწორედ აი ამ იდეების ხორცშესხმა, აი პარტნიორ კომპანიებთან კოლაბორაციით, მათი რჩევებით და რეკომენდაციებით მოხერხდა და ვთვლი, რომ დღეს თუ რაიმე კიდევ უფრო გაუმჯობესებული არის თუნდაც ჩემ მოწყობილობაში, ეს არის ყოველივე იმ ადამიანების დახმარებით, ვისთანაც ჰქონდა აი ამ პროცესში შეხება და რომლებმაც მომწეს მნიშვნელოვანი რჩევები. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა და ბოლო კითხვა, რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ვისაც ინოვაციური იდეები აქვთ, აი რა უნდა გააკეთონ თქვენი აზრით და ძალიან მოკლედ რომ მითხრათ თქვენი სამომავლო გეგმებიც. კი ბატონო, პირველ რიგში ადამიანებს და ახალგაზრდებს ურჩევდი, რომ მაქსიმალურად ეცადონ, რაც შეიძლება ბევრი პროფესია დატესტონ. რადგან აი ამ პროცესში ვთვლი, რომ შესაძლებელია იპოვონ ის საქმე, რაც მოსწონთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვთვლი, რომ საქმეს, რომელსაც დაიწყებენ, აუცილებელია, რომ არ დანებდნენ და მაქსიმალურად ბოლომდე გაჰყვნენ იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს მათ მიაღწიონ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ვაპირებ მოწყობილობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და შესაბამისად ვაპირებ მოწყობილობის წარმოებას, გაყიდვას, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობა იგეგმება სამომავლო პერსპექტივით, თუმცა ახლაც განხილვის ეტაპზე ვართ. ასევე არიან დაინტერესებული ადამიანები, რომელთაც სურთ მცირე ინვესტიციის განხორციელებაც კი ჩვენს პროექტში და შესაბამისად სამომავლო გეგმა სწორედ არის ის, რომ უნდა ვაწარმოოთ მუხტის მოწყობილობა. საბოლოო ჯამში ვთვლით, რომ მოუგვარებთ ფერმერებს აი ამ დიდ და გლობალურ პრობლემას. ძალიან დიდი მადლობა. რამეს ხომ არ დაამატებთ საბა, თუ არა დაგემშვიდობებით. ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით და
დამატებით ინფორმაციის შემთხვევაში მზად ვარ კვლავ ჩაგერთოთ და თქვენს მაყურებელს მივაწოდო ამ უმცურავი ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა დროებით. დიდი მადლობა. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ საუბრობდით თემაზე, როგორ ეხმარება ფერმერებს გურჯაანელი ახალგაზრდას ინოვაციური გამოგონება მუხტე. მე კი ამ დროისთვის მაყურებლებს ვემშვიდობები მომავალ შეხვედრამდე.